ბათუმის ახალი ლოგო აქვს 11 ხმით, ქალაქის სიმბოლო ირაკლი თოფურიას ნამუშევარი შეირჩა. შესარჩევი კომისიის შეხვედრაზე 20 ესკიზის ავტორიდან პრეზენტაციისთვის მხოლოდ 2 გამოაცხადდა. კეჭისყრაძეც სწორედ ეს 2 ესკიზი მოხვდა. ირაკლი თოფურიას ნაშრომის სახელწოდებით გული და გელა წულაძის ესკიზი თავდაყირა. გამარჯვებული ლოგოს ავტორი ამბობს, რომ ბათუმის ახალი ლოგო გულიდან ამოფრენილი თოლიები სიყვარულის და სიმშვიდის სიმბოლოა. თვითმმართველობა ქალაქის ლოგოს რამდენიმე დღეში დაამტკიცებს. ამ დროს შესრულების ლოგოსთან დაყვება როგორც კითხვას და გამომდინარე პრიორიტეტი ასე უნდა იყოს ლოგო. ეს არის ზღვის ტალღები, ეს არის გული როგორც სიყვარულის და დადებითი ემოციების უნივერსალური სიმბოლო და თოლიები როგორც ბათუმისათვის დამახასიათებელი ძალიან ისეთი შტრიხი. ეს რამოდენიმე თემა არის გაერთიანებული. ვიცა თქო უნდა გამარჯვებულ ლოგოს მოდეს მე ღიათაც დავაფიქსირე და მარტო ერთ-ერთი მიზეზის გამო ეს ლოგო არის ძალიან უბრალო. ეს ლოგო არის ასოცირდება ზღვასთან, თოლიასთან, ფერებთან, ლურჯ ფერთან, რაც არის ის პერიფერი, რაც არის ქალაქის ბათუმისთვის ეს არ არის ახალი, ანუ ქალაქის ფერია.